ამგვარად ირკვევა, საბოლოოდ ირკვევა, რომ ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს შემოღებული ქართული ანბანი ეს არის როგორც მთვარის ბაბილონური კალენდარი, აგრეთვე მზის ეგვიპტური კალენდარი იმ განსხვავებით, რომ ეგვიპტური კალენდარი ქართულ ანბანში სრულყოფილია და წელიწადს თუ ეგვიპტური მზის კალენდარი წელიწადში დაახლოებით 6 საათის ცდომილება ჰქონდა, ქართული ანბანის მზის კალენდარი წელიწადის ხანგრძლივობას წამის სიზუსტით ანგარიშობს და ამდენად ქართული ანბანის მზის კალენდარი ყველაზე ზუსტი კალენდარია კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ როდესაც ეს კალენდარი გამოიყენება წელთაღრიცხვისათვის, ესე იგი, როგორ ხდება წელთაღრიცხვის მითითება ქართული ანბანის, ქართული კალენდრის მეშვეობით. თუ რომელი წელი მიდის მზის 28 წლიან ციკლისას, საქმე ის არის, რომ მზის 28 წლიანი ციკლის შემდეგ მზის რაკი ათვლილია შვიდეულებით 28 წლის შემდეგ მზე კალენდარული დღეების განმეორება ზუსტად, ესე იგი, მეორდება, აითვლება ხელმეორედ. ამდენად ქართულ ანბანში განხორციელებულია მზის 28 წლიანი ჟამეული და მთვარის 19 წლიანი ჟამეული. ესე იგი, წელთაღრიცხვა იყენებს ამ კალენდარულ მონაცემებს და უთითებს, თუ მაგალითად გვინდა რომ დავასახელოთ რომელიმე კალენდარული წელი, ამისათვის საჭიროა მიუთითოთ მზის 28 წლეულის რომელი წელი მიდის, მთვარის 19 წლეულის რომელი წელი მიდის და მესამე საქმე ის არის, რომ დროის მითითება ხდება აგრეთვე მზისა და მთვარის დაბნელებებით. აი როგორ არის ეს განხორციელებული ქართულ ანბანში, აქ არის სწორედ მითითებული. საქმე ის არის, რომ ძველთაგანვე, ესე იგი, შუა მდინარეთში ზუსტად იქნა დადგენილი ეგრეთ წოდებული საროსი, ანუ მზისა და მთვარის დაბნელებათა ციკლი. ეს არის 18 წლიანი ციკლი. ქართულ ანბანში სწორედ ეს 18 წლიანი ციკლი არის მითითებული და 10 ან 11 დღე გააჩნია ამ დროის მანძილზე, რამდენი ნაკიანი წელიწადი მოვუდის. ახლა რა შეასახვა? ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ანბანში ავიღოთ ჩვენ მაგალითად როგორ არის ქართულ ანბანში განხორციელებული, როგორ არის ამის მითითება ქართულ ანბანში. დავიწყოთ მზის დაბნელებით. საქმე ის არის, რომ მზის დაბნელება ხდება მხოლოდ ახალ მთვარეობისას. ახალი მთვარე კი ჩვენ ვიცით მე-15 ადგილზე ზის. ხოლო დონი ქართული ანბანისა მზეს განასახიერებს მე-4 ცაზია და ამდენად დაბნელება ხდება მაშინ, ეს ქვეყნის სიმბოლოა, როგორც ვიცით, 24 საათის აღნიშვნელია ჩვენი დედამიწა და როდესაც აი ასეთი გამწყნევება გამოვა, როდესაც ამას ამბობენ მთვარე კვანძშია, ან ზემო კვანძში, ან ქვემო კვანძში. ესე იგი, ახალ მთვარეობისას მზის დაბნელება მხოლოდ ახალ მთვარეობისას
ხდება აი ახალი მთვარეობა მე-15 ეფარება მზეს და ბნელდება ჩვენი ქვეყნისათვის ხდება მზის დაბნელება. ერთხელ 18 წლიანი საროსი ეწოდება ამ მზისა და მთვარის დაბნელებათა პერიოდს, შემდეგ ხდება, ესე იგი, განმეორება. არსებობს, ესე იგი, 18 მთვარის და მზის დაბნელებათა 18 წლიანი ციკლი, ანუ საროსი და აგრეთვე 54 წლიანი ციკლი, ანუ სამკეცის საროსი. სამკეცის საროსის დროს, ესე იგი, ხდება სრული განმეორება მზისა და მთვარის დაბნელებათა. ეს სიზუსტეები ძველი ცივილიზაციის მიღწევა და ეს მიღწევა ბრწყინვალედ არის განხორციელებული ქართულ ამბაში. ესე იგი 18 წლისა და 10 ან 11 დღეღამის განმავლობაში ხდება მზის 53 დაბნელება. საქმე ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის მზის დაბნელებას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ვიწრო ზოლად ეფინება დედამიწას და ამიტომ ვეჩვენება, რომ მზის დაბნელება იშვიათია. ფაქტიურად მზის დაბნელება 18 წლის განმავლობაში 53 ჯერ ხდება. ახლა რა შეეხება მთვარის დაბნელებას. მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც სავსე მთვარე, ზოგადად რომ ვთქვათ, ეს მზისა და მთვარის დაბნელება ზოგადად გამოწვეულია მთვარის მოძრაობით დედამიწის გარშემო. ესე იგი, მთვარე დედამიწის ხან ერთ მხარეს მდებარეობს, ხან მეორე მხარეს და ამდენად, როდესაც ქვეყანა მოხდება მზისა და მთვარის, მე აი ესე ტეხილი ტირეებით გამოვყავი, რაც მიუთითებს აი ასეთ კვანტში დგომას, ესე იგი, როცა ხდება დაბნელება. ეს სავსე მთვარეა, როგორც მოგახსენეთ, ქართული ამბანისა, ეს არის ქვეყანა და ეს არის მზე. ესე იგი, რა თქმა უნდა, დედამიწა ეფარება მზეს და მთვარე ბნელდება. ამდენად, აქ ჩვენ გვაქვს საქმე მზის დაბნელებასთან და მზის დაბნელება 4-ს მივუმატოთ 15 მივუმატოთ 24, აი ეს ასონიშნების რიცხვი მნიშვნელობანი მიუთითებენ, რომ საროსის 18 წლიან ჟამეულში ხდება მზის 53 დაბნელება, ხოლო იგივე საროსის 18 წლიან ჟამეულში ხდება 29 მთვარის დაბნელება. აქაც იგივეა, ესე იგი, სავსე მთვარის რიცხვი მნიშვნელობა 1-ია, ქვეყნისა რიცხვი მნიშვნელობა 24, მზისა 4 და ვღებულობთ სწორედ მთვარის დაბნელებათა რიცხვს 24, ხოლო აქ ვღებულობთ 18 წლიან პერიოდში, რა თქმა უნდა, 53 მზის დაბნელებათა რიცხვს. აი, როდესაც მითითებულია, მაგალითად, ავიღოთ პირობითად. მაგალითად, ფარნავაზ მეფის წარწერაში მითითებულია თარიღი. როგორ არის მითითებული თარიღი? თარიღს უთითებს ანბანის პირველი ასო-ნიშანი მთვარე, ესე იგი, მთვარის 19 წლიანი ციკლი როდის მიდის. თუ მაგალითად მთვარის 19 წლიანი ციკლის პირველი ასო-ნიშანი უკვე მთვარეს ნიშნავს, თუ პირველი ასო-ნიშანის ნიშნად მთვარე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ ციკლის პირველი წელია, ესე იგი წელთაღრიცხვის პირველი წელია. თუ მაგალითად პირველ ასო-ნიშნად მზეზის, ეს ნიშნავს, რომ მზის წელთაღრიცხვის მეოთხე წელია. მაგრამ რა კი სიზუსტე დაცული უნდა იყოს, მითითებულია
მზისა და მთვარის დაბნელებების, ესე იგი ამ 18 წლიანი ციკლის რომელი წელია. ესე იგი თარიღების აღნიშვნის დროს, ზუსტი აღნიშვნის დროს, ესე იგი ეს იმდენად უშეცდომოა, როდესაც მითითებულია თუ რომელი წელი მიდის 19 წლიანი ციკლის რომელი წელი მიდის თვარით, მზის 28 წლიანი ციკლი, რომელი 28 წლიანი ციკლის რომელი წელი მიდის და 18 წლიანი საროსის რომელი წელი მიდის. ახლა ჩვენ ვიცით, ცნობილია, მაგალითად ფარნავას მეფის წარწერაში სწორედ აცვლა ასე ხდება. მზის 128 წლიანი ციკლისა და 28 წლიანი ციკლის რომელი წელი მიდის, თვარის 19 წლიანი ციკლის წელი როდის მიდის და თვარის და მზის დაბნელებათა ციკლის 18 წლიანი ციკლის რომელი წელი მიდის. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ათვლა ხდება ძველი წელთაღრიცხვის 540 წლიდან მერე ათვლა ხდება ძველი წელთაღრიცხვის 454 წლიდან ეს ფაქტიურად მზით ხდება ამის, იმიტომ რომ 540 წლიდან 28 წლიანი ციკლის ათვლა არ იყო, 128 წლიანი ციკლის ათვლა იყო. ძველი წელთაღრიცხვის 454 წლიდან უკვე 28 წლიანი ციკლის ათვლა ხდება. ხოლო მთვარისა და 19 წლიანი ციკლისა და თვარისა და მზის დაბნელების ციკლების ათვლა იწყება 426 წელს და ყველა ესენი მოდიან ფარნავას მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის 284 წლამდე, როდესაც მოდის თვარის 28 წლიანი ციკლის პირველი წელი, მზის 28 წლიანი ციკლის პირველი წელი, თვარის 19 წლიანი ციკლის პირველი წელი, კვირადღე, ესე იგი, აქ უკვე ერთიანდება, აქ გაერთიანებული არ არის ზედამთვარის ერთდროული აღრიცხვა წლებისა და 284 წლიდან უკვე ერთდროულად იწყება 28 წლიანისა და 19 წლიანი მზისა და მთვარის ციკლების ათვლა. რაც შეეხება ძველი წელთაღრიცხვის 426 წელს, იგი უფრო მოგვიანებით უერთდება ამ ერთდროულად დაწყებას. ამგვარად, მაგალითად, როგორ არის მითითებული ფარნავას მეფის წარწერაში, თავად ფარნავას მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი. უნდა ვიანგარიშოთ 540 წლიდან გავიდა 228 წლიანი ციკლი და დაიწყო მესამე 128 წლიანის პირველი წელი. ეხლა ეს ამბანით შემდეგ ამბანითაც იანგარიშება. ხოლო ძველი წელთაღრიცხვის 426 წლიდან დაიწყება თვარის 19 წლიანი ციკლების ათვლა და საროსის 18 წლიანი ციკლების ათვლა. 426 წლიდან 19 წლიანი ციკლების ათვლის შედეგად 284 წელს, ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს მოდის 19 წლიანი ციკლის პირველი წელი და მზის 128 წლიანი ციკლის პირველი წელი. მაგრამ ასეთი მითითება შეიძლება 532 წლიან ცნობილებას გვაძლევს. ამიტომ მითითებული უნდა იყოს გარდა ამისა მზისა და მთვარის დაბნელების
18 წლიანი ციკლის რომელი წელი მიდის და ეს მართლაც ფარნავაზ მეფის წარწერაში ბრწყინვალედ არის განხორციელებული, მიდის მე-9 მოქცევის მე-9 წელი მზისა და მთვარის საროსის ჟამეულისა. ესე იგი, რა ხდება? წელთა ღრიცხვა იყენებს როგორც მზის 28 წლიან ციკლს, ისე მთვარის 19 წლიან ციკლს და მზისა და მთვარის დაბნელებათა 18 წლიან ციკლს და 224 წელი ძველი წელთა ღრიცხვის რომ დაიწეროს და დაწერილია კიდეც ეს ფარნავაზ მეფის წარწერაში მითითებულია ასე მზის 128 წლიანი ციკლის და 4 წლიანი ციკლის პირველი წელი მთვარის 19 წლიანი ჟამეულის პირველი წელი და მზისა და მთვარის დაბნელებათა საროსის მე-9 მოქცევის მე-9 წელი. ესე იგი მოქცევა რას ნიშნავს? 18 წლიანი ციკლის რამდენი მოქცევა გავიდა და ამ 18 წლიანი ციკლის მერამდენი წელი მიდის. აი სწორედ ძველი წელთა ღრიცხვის 284 წელი. ეს არის ქართული ეროვნული წელთა ღრიცხვის დასაბამი და ეს წელიწადი აღინიშნება სწორედ ასე მზის 128 წლიანი ციკლისა და 4 წლიანი ციკლის პირველი წელი, მთვარის 19 წლიანი ციკლის პირველი წელი და მზისა და მთვარის დაბნელებათა მე-9 მოქცევის მე-9 წელი. ამით მე შემიძლია დღევანდელი საუბარი დავამთავრე.